სახელმწიფოებისა ეს არის ახალი 9 საათზე. ხის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოვიდგენთ. მეცხრე არხი კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესზე პირველი კომენტარები და ვიდეო კადრები საკმაოდ სასამართლოდან. მმართველი გუნდი კოტე კუბლაშვილის მოადგილისგან განმარტებებს ითხოვს საეჭვო ვიზიტი ბრიუსელში. ესწრებოდა თუ არა ზაზა მეიშვილი ნაციონალების პარტიულ ღონისძიებას. და რამდენიმე წუთში ასევე შემოგთავაზა. კადრები კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესიდან რატომ გადაიდო დღევანდელი პროცესი და თანამშრომლობენ თუ არა განსასჯელები გამოძიებასთან. ნატო საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის მთავარი გზავნილები და ვიზიტის პირველი დღის დეტალები. მორიგი უშედეგო მოლაპარაკება ჟენევაში, რას ითხოვდნენ დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები 24 რაუნდზე. კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების პირველი სატელევიზიო კომენტარები ლევან ქარდავა, ვაჟა ლელუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. მეცხრე არხი დღეს ბრალდებულთა სასამართლო პროცესს დაესწრო. ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები კამერის წინ პირველად საუბრობენ წაყენებულ ბრალზე. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიუხედავად გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. პოლიტიკური ლიდერების ფარული მოსმენები, ვირუსების შექმნა და მოქალაქეთა კომპიუტერებში უკანონოდ შეღწევა. ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესო სურმავასთან დაკავშირებული ეპიზოდი. 19 აგვისტოს გახდება ცნობილი, გაფორმდება თუ არა რამდენიმე გახმაურულ საქმეებში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება. დღევანდელ პროცესს კუდის კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ესწრებოდა. საუბარია გიორგი ყავლაშვილზე, რომელიც ძვირადღირებული ტექნიკის, მათ შორის მეცხრე არხის აპარატურის განზრახ დაზიანებისთვის არის ბრალდებული. და პირდაპირ ეთერში თემას ახლა ბელა ზაქაიძე განაგზავს. ბელა, რატომ გადაიდო საქმის არსებითი განხილვა? დიახ, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე პროცესი 19 აგვისტოსთვის გადაიდო, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მოსამართლისგან დრო ითხოვეს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმის სხვა დეტალებს, დღეს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდით ამ თემაზე და დეტალებს ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი, კუდის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავას ძმა ლევან ქარდავა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად თბილისის მერის მოქმედი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. სკანდალური საქმის ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულები არიან 2008 წლიდან ოპოზიციის ლიდერების ტოტალურ უკანონო მოსმენებში, კომპიუტერული ვირუსების შექმნაში და მისი საშუალებით პოლიტიკური ლიდერების პირადი საუბრების არასანქცირებულად ფარულ აუდიო მოსმენებში. ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომლის ბესარიონ სურმავას გატაცებასთან დაკავშირებით დანაშაულებრივ ეპიზოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. გირაოს სანაცვლოდ სასამართლოს მიერ გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის არსებითი განხილვა დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა სასამართლო პროცესი 19 აგვისტოს გადაიდო. კუდის თანამშრომლები ამბობენ, რომ 2008 წლიდან კომპიუტერული ვირუსების შექმნა ხდებოდა თქვენი დავალებით. თუ სასამართლო მიმდინარეობს, სასამართლო და სასამართლოზე გაირკვევა ყველა. თქვენი პოზიცია როგორია ამ ბრალთან დაკავშირებით? არ ვაღიარებ. არ ვაკეთებ კომენტარს. ან ბრალს თუ აღიარეთ? არა, არ ვაღიარებ. ბრალს არ ვაღიარებ და 333 ის პირველი ნაწილით მედება ბრალი. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. სურმავას ეპიზოდთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით 2008 წლიდან კუდის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვაჟა ლელუაშვილის დავალებით კუდის თანამშრომლებმა ბექა კვარაცხელიამ, 18 წლის ვასილ ჯამალაშვილმა, ავთანდილ სოლომონიშვილმა და ერმალო ზებანოიძემ კომპიუტერული ვირუსი შექმნეს. გამოძიების მტკიცებით ვირუსის გზით კუდის ყოფილი თანამშრომლები ბექა კვარაცხელია, ერმალოზ ებანოიძე, ავთო სოლომონიშვილი, ვასილ ჯამალაშვილი, გიორგი ჯავახიძე და ალექსანდრე ბოცვაძე საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური პირებიდან ინფორმაციის ფარულად და არასანქცირებულად დაუფლებას ახდენდნენ. რაზეც ნებართვა და მითითება ვაჟა ლელუაშვილისგან
და კუდის იმდროინდელი დირექტორის დათა ახალაიასგან ჰქონდათ. გამოძიების ინფორმაციით ამ პროგრამის საშუალებით არასანქცირებულად წინა საარჩევნოდ მოусმინეს კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებს ეკა ბესელიას, გუბას სანიკიძეს, გია ხუხაშვილს, გია ვოლსკს, ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილს, ზაქარია ქუცნაშვილს, სოზარ სუბარს და კოალიციის სხვა ლიდერებს. რა ვქნა მე დავიდე არ დავიდე ამერიკაში. კუდის ყოფილი თანამშრომელი ბექა კვარაცხელია გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ უკანონო ჩანაწერები შოთა ხიზანიშვილს გადასცა. ხიზანიშვილმა კი ეს ჩანაწერები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიიტანა. რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ კი კვარაცხელიას კვლავ დაუკავშირდა და სთხოვა, რომ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან ერთად YouTube-ზე ბესარიონს სურმავას მიმართვაც აეტვირთა და დისკი გადასცა. გამოძიების ინფორმაციით სურმავა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალით დააშანტაჟეს და შეკვეთილი ვიდეო მიმართვის სანაცვლოდ 150,000 ევროც გადასცეს. ხიზანიშვილს ბრალად ამ თანხასთან დაკავშირებითაც აქვს მუხლი წარდგენილი. გამოძიება ამტკიცებს, რომ ეს თანხა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ნივთიერი მტკიცებულება იყო და ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა მიქცეულიყო. თუმცა ვანო მერაბიშვილის დავალებით ხიზანიშვილმა უკანონოდ მიითვისა და გაფლანგა. მე ვარ ბიძინა ევენიშვილის პირადი მცველი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბიძინას დავალებით ჩვენი უსაფრთხოების სამსახურს ევალებოდა ქართული ოცნების წევრების საუბრების ფარული მოსმენა. დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადების მიზეზი შოთა ხიზანიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატმა განაცხადა, რომ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ და მოსამართლე ხათუნა ხარჩილავასგან დროის მიცემა ითხოვა. ამ ეტაპზე სამი ბრალდებულიდან დანაშაულს არც ერთი არ აღიარებს. თუმცა ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ არასაპატიმრო სასჯელზე პროკურატურასთან შეთანხმებას მიაღწევენ. ვაჟა ლელუაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა. ანუ აპირებთ გამოძიებასთან თანამშრომლობას? არ თქმა უნდა, მე ვითანამშრომლობ გამოძიებასთან ყველანაირად. და რაში გამოიხატება თქვენი თანამშრომლობა? მეტი კომენტარს აღარ გავაკეთებ, ძალიან დიდი პატივისცემთ, მაგრამ არ გავაკეთებ. პრობლემა მიმდინარეობს საპროცესო შეთანხმების მიღწევა პროკურატურასთან, მათ აქვს თავისი მოთხოვნები, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები. როცა შეჯერდება პოზიციები, შესაბამისად გახვალ თუ ისაღები იქნა ჩვენთვის ეს პირობები, შესაბამისად შესაძლებელია მიღწეული იქნას საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმება შეიძლება შედგეს ისე, რომ დანაშაული პირმა არ აღიაროს, მაგრამ სასჯელს არ შეეწინააღმდეგოს და შეეწინააღმდეგოს და დათანხმდეს იმ სასჯელს, შეიძლება ბრალიც აღიაროს, ან ნაწილობრივ აღიაროს და იმ სასჯელსაც დაეთანხმოს, რაზეც თქვათ შეთანხმდება ბრალდებასთან. საკითხი დაისმება არასაპატიმრო სასჯელზე, ვინაიდან საქმე ეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორია არის, ბრალად წარდგენილი. ყოფილი ძალოვნების პროცესს კუდის სხვა ყოფილი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ყავლაშვილი, რომელიც წინა საარჩევნოდ მეცხრე არხის ძვირადღირებული ტექნიკის განზრახ დაზიანებაშია ბრალდებული. დღეს ყავლაშვილი პროცესზე მეგობრებს გულშემატკივრობდა. როგორც მეგობარი ისეთ სტატუსით მოყოფებით თუ რაიმე? რა თქმა უნდა, როგორც მეგობარი. უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კუდის ხელმძღვანელების თითქმის სრული შემადგენლობა პროკურატურამ 2012 წლის ნოემბერში დააკავა. სულ 12 ბრალდებული. თუმცა პროკურატურამ სასამართლოს მხოლოდ 3 ბრალდებულის, ლევან ქარდავას, ვაჟა ლელუაშვილის და შოთა ხიზანიშვილის საქმე გადასცა. დანარჩენების მიმართ კი განრიდება გააკეთა. ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ლელუაშვილის, ხიზანიშვილის და ქარდავას საქმეში ბრალდების მთავარი მოწმეები არიან. დანარჩენ ბრალდებულებს გაუკეთდათ განრიდება. ბრალდების მოწმეები ამ საქმეში რა თქმა უნდა არის. გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებთან 19 აგვისტოს სასამართლოს ხტომაზე გახდება ცნობილი. დღის სხვა მთავარი თემები თბილისი ნატოს გენერალურ მდივანს მასპინძლობს. რუსთაველის თეატრში ცოტა ხნის წინ დასრულდა მაღალი რანგის სტუმრისთვის გამართული მიღება, სადაც უხიშულების ნაციონალურმა ანსამბლმა 40 წუთიანი პროგრამა წარმოადგინა. მიღებას ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციაც დაესწრო. თეატრში იმყოფებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც. ამ წუთებში კი სტუმრები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ოფიციალურ ვახშამზე არიან შეკრებილები. ნოდარ ჩაჩუა ჩაგვართება ახლა პირდაპირ ეთერში. ნოდარ, ვინ იმყოფებიან ვახშამზე და თუ გაკეთდა მანამდე ჟურნალისტებისთვის განცხადებები?
დიახ, ვახშამი დაახლოებით 1 საათია უკვე რაც მიმდინარეობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, აქ იმყოფებია. ეს არის სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის სახელით გამართული ვახშამი, რომელიც ანდრეს რასმუსენისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საპატივცემულოდ იმართება და მას ესწრება საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები. ეს არის ვიზიტის პირველი დღის არაოფიციალური ნაწილი. პირველი ნაწილი კი დაიწყო რუსთაველის თეატრში, სადაც სუხიშვილების 40 წუთიანი პროგრამა ნახეს, როდესაც წარმოდგენილი იყო სუხიშვილების როგორც ძველი, ასევე ახალი შემადგენლობა. იქ ანდრეს რასმუსენი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ყოფილი მოცეკვავია და უკვე კონცერტის დასრულების შემდეგ იგი ივიკო სუხიშვილსა და ნინო რამიშვილს შეხვდა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, თუ ეს საერთოდ ჩვენი კონცერტი რაღაცა წვრილ შეიტანს ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ქვეყანას მემსახურებით და თუ რამეში წავადგებით ქვეყანას ჩვენი ცეკვით და ცეკვით შევალთ ნატოში, კარგი იქნება. ძალიან დადებითებს გამოხატეს ეს ემოციები, იგრძნობოდა კონცერტის მსვლელობის დროსაც და ბოლოს კონცერტის მერე შეხვედრასაც ვიგრძენით, რომ მართლაც რაღაც ესეთი დადებითი მუხტი მოდიოდა მათგან და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მთავრობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა უკვე შეაფასეს ანდრეს რასმუსენისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორთქიანი ვიზიტის პირველი დღის დასასრული, ოფიციალური ნაწილის დასასრული ყოველ შემთხვევაში, როგორც მათ აღნიშნეს, რომ მათ აღნიშნეს პირველი შეხვედრა იყო საკმაოდ ნაყოფიერი, დღეს იყო საკმაოდ ინტერაქტიული შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ იყო, დღეს საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია მიიღო საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე. ვიზიტი არის უმნიშვნელოვანესი და რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი განსხვავებები შიდა საკითხებთან მიმართებაში, ეს არის ვიზიტი, რომელსაც ყველა ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთ მნიშვნელობას ვანიჭებთ, იმიტომ რომ ეს ვიზიტი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მთავარ მოცანას, ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველოს გახდება ნატოს წევრი არის ძალაში. ნატოს აქვს იაპონიის პოლიტიკა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდა ამისა მან თქვა, რომ საქართველოს დღეს ისე ახლოა ნატოსთან, როგორც არის. ხვალ ძალიან ბევრი კარგი შეხვედრებია, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობასთან, უმცირესობათა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე არის არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან და რა თქმა უნდა იქნება შეხვედრაც ოპოზიციასთან, იქნება პრეზიდენტთან და ამით შემდგომში დასრულდება ეს ვიზიტი ჩვენი კონტინგენტის ავღანეთში გაცილებით ნატოს გენერალური მდივნის მიერ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართული ვახშამით, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, უკვე დასრულდება ვიზიტის პირველი დღე და ანდრეს რასმუსენი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს წევრები უკვე ვიზიტს ხვალ გააგრძელებენ და ხვალ უკვე ვიზიტი დასრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გაცილებით, რომელზეც ანდრეს რასმუსენი მიიღებს მონაწილეობას. საზეიმო მიღება რუსთაველის თეატრში და ოფიციალური ვახშამი, რომელიც ამ წუთებში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარეობს. ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა ანდრეს რასმუსენის ვიზიტის არაოფიციალურ ნაწილზე პირდაპირ ეთერში. და როგორი იყო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის პირველი ოფიციალური დღე საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, რუსეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები და ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობა. ანდრეს რასმუსენის მთავარი გზავნილები. ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ საქართველო უკვე ახლოსაა ნატოსთან, თუმცა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტულ ვადებს ისევ არ ასახელებს. რასმუსენი ივანიშვილის პირისპირ შეხვედრა, ერთობლივი ბრიფინგის მთავარი პოლიტიკური აქცენტები და ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა განცხადებები, შეფასებები და საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები თამარ ხურციას რეპორტაჟში. Ladies and gentlemen, it is a great pleasure to be back. ნატო საქართველოს რიგით მესამე კომისიის ხდომა ბიძინა ივანიშვილისა და ანდრეს რასმუსენის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა. მოგესალმებით, პატრიცემულ ელჩებო, ძვირფასო სტუმრებო. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ბოლო დროს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები, ადამიანის უფლებები, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები, ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს ნატო-საქართველოს კომისიის ხდომაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში. კონკრეტულად ნატოში ჩვენს თანამონაწილეობაზე ავღანეთში 14 წლის შემდეგ ამაზე არაერთხელ გვისაუბრე უკვე ნატოში. ჩვენ ველოდებით ოქტომბერში, როდესაც სამხედრო უკვე ნატოს სარდლობა წარმოადგენს ოპერატიულ გეგმას, რომელშიც უკვე საქართველოს თავისი ადგილი ექნება. კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, ეს იქნება
არასაბრძოლო მისია, ეს იქნება დახმარების, გაწვრთნის და მხარდაჭერის მისია. დაფიქსირდა პოზიციები, გაკეთა და დაისვა ასევე შეკითხვები, პრემიერ-მინისტრმა თავადვე უპასუხა, ასე რომ ეს იყოს შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს შორის მისი გამოსვლა, სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ ერთხმად აღინიშნა, რომ იყო ძალიან ამომწურავი, ძალიან ბევრს კითხვის სურვილიც კი აღარ ქონდა, ყოვლის მომცველი და ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენს სტუმრებზე. რამდენად ახლოსაა საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად, რა სტატუსით გააგრძელებს ქვეყანა 2014 წლიდან ISAF-ის მისიაში მონაწილეობას. დემოკრატიული რეფორმები და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იყო ის მთავარი თემები, რაზეც ნატოს გენერალურმა მდივანმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება ნატოს წევრ ქვეყნებს დაარწმუნებს ახალი ხელისუფლების დემოკრატიულობაში, რაც საქართველოს ნატოში წინსვლას გაამართლებს. საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი ანდრეს ფოგ რასმუსენმაც დააფიქსირა. ველოდებით თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებს ამ წელს და გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. საქართველო ერთგულია ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებისა. ბატონო პრემიერო, იმედი მაქვს თქვენ უზრუნველყოფთ კოჰაბიტაციის პროცესს, ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას, კანონის უზენაესობას და ყველაფერი, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის იქნება ჩატარებული. ჩვენ საქართველოს დავეხმარებით რეფორმების განხორციელებაში. გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებული იყო 2008 წელს ბუქარესტში, ისეთივე მყარია, როგორც მანამდე. თუ საქართველო დააკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს, იგი გახდება ნატოს ოჯახის წევრი. თანმიმდევრულად აკეთებს ნაბიჯს და ISAF-ის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გახდეს ღირსეული წევრი ამ გაერთიანების. ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება ან წინა ხელისუფლების, ეს არის ქართული ხალხის არჩევანი, ესაა ჩვენი სტრატეგია, ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სწრაფას. ეს არის გადასაწყვეტი ჩვენი და ჩვენი ხალხის და გადასაწყვეტი არის ნატოს წევრი ქვეყნების. გასაგებია, რომ ზოგიერთ მეზობელს და მათ რიცხვი რუსეთს შეიძლება ეს არის სიამოვნოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხებთ შესაძლოა განმარტებებს, რომ საერთოდ შემთხვევაში არ აზიანებს რუსეთის ინტერესებს. მონაწილეობა და ის, რომ ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველოს ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს თქვენი სტრომის კინგზის დასრულების პროცესსაც ვაჩქარებთ. თურქეთის გამოტანა იქნება თუ ჯარისკაცების გამოყვანა, რომ საქართველოს ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყველა ამ პროცესებში. სააგენტო როიტერსის ჟურნალისტმა ნატოს გენერალურ მდივანს პირდაპირი პასუხის თხოვა კითხვაზე, თუ რამდენად ახლოს არის საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად და განიცადა თუ არა ქვეყანამ პროგრესი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ. ქვეყანამ რეალურად დიდი პროგრესი განიცადა მას შემდეგ, რაც მე საქართველოში პირველად ჩამოვედი. საქართველო არის უფრო ახლოს ნატოსთან. სიტუაციის გამოსწორებას და შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემას რასმუსენის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი შეეცადა. თქვენ გინდათ კონკრეტულად რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ არის თუ არა ახლოს თქვათ და მე ვფიქრობ რომ გენერალური მდივანი აერიდა მას, მე ვფიქრობ რომ ზუსტად ეს პერიოდი დაიფიქსირებინა, მაგრამ საერთო განწყობა ესეთია რომ ჩვენ აუცილებლად გვეთლობა პროგრესი. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთი პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. მაია ფანჯიკიზისა და ანდრეს ფოგ რასმუსენის ორმხრივი საუბარი ნახევარი საათი გაგრძელდა. იყო ძალიან დიდი კმაყოფილება გამოხატული იმის გამო, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო სრულიად ახლებური ურთიერთობა რუსეთთან და ცდილობს ურთიერთობების დაალაგებას. ეს იყო შეფასებული ძალიან დადებითად და იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მომავალი არჩევნები უნდა იყოს ევროპული სტანდარტის, რისი შეპირებაც ნატომ მიიღო საქართველოს პრემიერის. ნატო საქართველოს კომისიის ხდომის პარალელურად სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიასთან ორი აქცია გაიმართა. ავღანეთიდან ქართული ჯარის გამოყვანის მოთხოვნით პროტესტი პარტია თავისუფალი საქართველოს წევრებმა გამოხატეს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ თავისუფალი ზონის წევრებმა კი ნატოს მხარდამჭერი აქცია გამართეს. ჩვენ მოვედით უბრალოდ ჩვენი აზრით დასაფიქსირებლად, რომ არ გვინდა რუსეთი, გვინდა ნატო, თუმცა არ გვაძლევენ ამის საშუალებას პოლიცია და რატომ ვერ ვიგებთ. რასმუსენმაც თავითონ განაცხადა, რომ ავღანეთში ომი არ არის ბილეთი ნატოში. ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ და ამას ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ საქართველოს ჯარები გამოყვანილ იქნენ ავღანეთიდან. ეს ჩვენი ომი არ არის და არ არის საჭირო იქ ჩვენი ბიჭების ხოცვა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტთან დაკავშირებული ღონისძიებების გასაშუქებლად აკრედიტაცია 300-მდე ჟურნალისტმა გაიარა. მედია ცენტრი მუშაობას ხვალაც გააგრძელებს.
დილის 10 საათზე დაიწყო მედია ცენტრმა მუშაობა და საღამოს 8 საათამდე ვიმუშავებთ მაქსიმალური დატვირთვით. ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა, როგორც ქართველებმა, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა მედიის ცენტრში მიიღო ყველა ინფორმაცია მათთვის საინტერესო, რაც შეეხება ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას. აქ არის კომპიუტერები, აქ არის მონიტორები, სადაც თვალყური შეუძლიათ ადენონ ყველა ღონისძიებას, რომელიც იქნება ღია მედიისთვის. ნატოს გენერალური მდივნის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 საათზე და 15 წუთზე დაეშვა. ანდეს ფოგ რასმუსენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოში საქართველოს ელჩი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დახვდა. ნატოს გენერალურ მდივანს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე და ალიანსის საბჭოს წევრები ჩამოყვნენ. ქართველი სამხედროების ხელწერტილში რასმუსენის ვიზიტის პარალელურად ნატოს Facebook-ის ვებგვერდზე ISAF-ის მიზიაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებზე სიუჟეტი ვრცელდება. რეპორტაჟი ჰელმანდის პროვინციაში მდებარე მუსაკალას რეგიონიდან არის მომზადებული. ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონში მცხოვრებთა დახმარება, ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების გვერდში დგომა, ტერიტორიის გაწმენდა თალიბების მიერ დატოვებული ბომბებისგან. სიუჟეტის ავტორი ვრცლად საუბრობს იმ წვლილზე, რომელიც საქართველოსთან ჩასულ ჯარისკაცებს ერთ-ერთ საშიშ რეგიონში უსაფრთხოების დამყარების პროცესში შეაქვთ. ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროები ყაყაჩოს ველზე ადგილობრივ ავღანელებს ხვდებიან. შესაძლოა არაორდინარულად ჟღერს, მაგრამ ჰელმანდის პროვინციის ამ სოფელში კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე საერთაშორისო ძალების მიმართ მტრული დამოკიდებულება დახმარების სურვილით შეიცვალა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ მუსაკალას ველზე მდებარე სოფელი ამალი ყველაზე სახიფათო იყო, თუმცა ახლა ქართველი სამხედროების მიერ ჩატარებული ოპერაციების შემდეგ ადგილობრივები ISAF-ის ჯარისკაცებს მიესალმებიან და ეხმარებიან. საქართველოს ავღანეთში ISAF-ის მისიაში 1500 ჯარისკაცით 2004 წლიდან არის ჩართული. აქ მუსაკალის ოლქში ქართველი სამხედროები ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს ეხმარებიან და ტერიტორიას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან ერთობლივი ძალებით ასუფთავებენ. რეგიონში ყველაზე დიდ საფრთხეს თალიბანის მებრძოლები წარმოადგენენ. ისინი ტერიტორიას ნაღმავენ, გვისაფრთხებიან, მაგრამ ახლა უსაფრთხოების თვალსაზრისით მდგომარეობა წინა წლებთან შედარებით ბევრად გაუმჯობესდა. ეს ავღანელი პოლიციელი ერთ-ერთი აფეთქების დროს დაიჭრა. მისი თანამშრომელი კი დაიღუპა. მას სამედიცინო დახმარებას ქართულ ბაზა ერთობაზე უწევენ. ერთი თავში მიყენებული მძიმე ჭრილობისგან დაიღუპა, 4 კი დაიჭრა, მათ შორის მეც. დაჭრილთაგან ერთ-ერთი დაბრმავდა. დანარჩენები მსუბუქად დავშავდით. ავღანელი და ქართველი სამხედროების გვერდით ამერიკელი საზღვაო ქვეითები არიან, რომლებიც პატრულირების დროს თავდასხმის შემთხვევაში მათ საცეცხლე მხარდაჭერას უწევენ. მათი განცხადებით, ავღანელი სამხედროები ბრძოლაში უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, თუმცა წარუმატებლობის შემთხვევები კვლავ ფიქსირდება. ავღანელები სულ უფრო მეტ ოპერაციაში მონაწილეობენ, ჩართული არიან სამძებრო სამუშაოებში, ჩვენ კი საერთო უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ, თუმცა ზოგჯერ იმედიც გვიცრუდება, ავღანელები ჩვენთან ერთად მუშაობას ცდილობენ და ხანდახან ერთად განვიცდით იმედგაცრუებას. იმის მიუხედავად, რომ ბაზა ერთობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმშვიდეა, თალიბანი ახლო მდებარე სოფლებს კვლავ საფრთხეს უქმნის. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად თავდასხმების რისკი იზრდება. ზაფხულში თალიბები აქტიურდებიან, გაფოთლილი ხეები და გამწონებული მინდვრები მტერს ჩასაფრებასა და მიმალვას უადვილებს. ამიტომ ფიქრობ, ტემპერატურის მომატებასთან ერთად ისინი უფრო აგრესიულები გახდებიან. ჰელმანდის პროვინციაში ქართველმა სამხედროებმა ადგილობრივებს თავისუფლად გადაადგილების, ხოლო მთავრობას მუსაკალის რეგიონში ჩასვლის საშუალება მისცეს. თუმცა ქართველებმა და მათმა ავღანელმა პარტნიორებმა, რომლებმაც არაერთი მსხვერპლი გაიღეს, იციან, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა საკმაოდ რთულია. პროგრამიდან პარტნიორობა მშვიდობისათვის ავღანეთის ISAF-ის ოპერაციამდე ჩვენი ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობას 1992 წლიდან იწყებს. 99 წელს კი საქართველოს პირველად მონაწილეობს ნატოს საერთაშორისო ოპერაციაში ქართველი ჯარისკაცები მშვიდობას კოსოვოში იცავენ. 2001 წლიდან ალიანსი საქართველოს ტერიტორიაზე მრავალ ეროვნულ სამხედრო წვრთნებს იწყებს, რის შემდეგაც ოფიციალური თბილისი ნატოში გაწევრიანების სურვილზე განცხადებას აკეთებს. 2004 წელს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმას ამტკიცებს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე კი ალიანსი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. იქნება ნატო-საქართველოს კომისია. საქართველოს ავღანეთში დღემდე ყველაზე დიდი კონტინგენტი ყავს არაწევრ ქვეყნებს შორის. ნატო-საქართველოს ურთიერთობების 21 წლიანი ისტორია დავით ახვლედიანის რეპორტაჟში. 1992 წელი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი ხდება.
1994 წლის 23 მარტს საქართველოს ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამას უერთდება. AIPAP ნატოში პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა საქართველოს 1996 წელს შეიმუშავა. 1999 წლის მარტში საქართველოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს შეუერთდა. იმავე წელს საქართველოს პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში. 2001 წლის ივნისში ფოთში გაიმართა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა კოოპერატივ პარტნიორ 2001. ერთი წლის შემდეგ ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი სამხედრო წვრთნა კოოპერატივ ბესტ ეფორტ 2002 თბილისში გაიმართა. ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წელს საქართველოს ოფიციალურად განაცხადა ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ავღანეთში ISAF-ის ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს 2003 წლიდან ჩაერთო. იმავე წლის დეკემბერში შემუშავდა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის დოკუმენტის პროექტი. 2004 წლის 7 აპრილს ბრიუსელში გაიმართა ნატოსა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენელთა შეხვედრა ნატოს წევრი ქვეყნები პლუს საქართველოს ფორმატში, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს იაბ დე ჰოფსხეფერს ქვეყნის ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის საპრეზენტაციო დოკუმენტი გადასცა. ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა 2004 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მეორე ეტაპზე გადავიდა. 2005 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შორის ნატოს ძალებისა და ნატოს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ. საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ამის შესახებ 2008 წლის 3 აპრილს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს 5 დღიანი ომის მიუხედავად საქართველოს ნატოს ურთიერთობა ახალ ფაზაში გადავიდა. 2008 წლის სექტემბერში თბილისში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს და ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს. ასევე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა. 2010 წლის ნოემბერში საქართველოს დელეგაცია ლისაბონში იმყოფებოდა. ნატოს სამიტზე ალიანსმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. რუსეთს მტკიცედ მოეთხოვა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა. გასული წლის სექტემბერში თბილისში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნოემბერში ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ანდერს ფოგ რასმუსენს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. მორიგი უშედეგო შეხვედრა ჟენევაში მოლაპარაკებათა 24 რაუნდი ისევ კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლება ფორმატის შეცვლის საკითხი კიდევ ერთხელ მოითხოვეს, თუმცა ინიციატივას მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებისგან წინააღმდეგობა მოჰყვა. მარიონეტული რეჟიმის წინადადება ქართულმა დელეგაციამაც გააპროტესტა. თამთა ჯანაძე განაგრძობს ახლა საუბარს ჟენევიდან. ჟენევის მოლაპარაკებების 24 რაუნდი ტრადიციულად დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ფორმატის შეცვლის მცდელობით დასრულდა, თუმცა თანათავმჯდომარეებმა მათ ამ მოთხოვნაზე უარი უთხრეს. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა საკუთარი პოზიცია მოგვიანებით პრესკონფერენციაზე ასევე მკაფიოდ დააფიქსირეს. მათ აღნიშნეს, რომ ფორმატის შეცვლა არ იგეგმება და დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სტატუსის გადახედვა ასევე არ განიხილება. გარდა ამისა, კომენტარი გაკეთდა რუსეთის მიერ ადმინისტრაციული ზოლის დარღვევასთან დაკავშირებით. ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებისთვის მსგავსი პოლიტიკა მიუღებელია. მხარეებმა მათთვის პრობლემატური საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ამ ზოლშია შექმნილი, ჩვენთვის მიუღებელია. ყველა მონაწილე მხარეს მშვიდობიანი მოლაპარაკების გაგრძელებისაკენ მოუწოდებ. ესაც იყო მცდელობა ფორმატი შეცვლილიყო, თუმცა ეს მიუღებელია. ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს განსაზღვრული ფორმატი და მის შეცვლაზე კონსენსუსი არ იქნება. ჩვენ მხარეებს შემდეგი რაუნდისთვის მეტი კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდებთ. ვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ პრეტენზიებს დააყენებდნენ სამუშაო ჯგუფთან, მანამ საქართველოს მხარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ჟენევის ფორმატში ასევე დევნილების პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. საქართველოს მხარემ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევაზე და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მას საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
იყო მცდელობა სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან რომ ფორმატი შეცვლილი იყო, ანუ მოხდა ერთი ჯგუფიდან მათი გამოსვლა და შემოსვლა პირველ სამუშაო ჯგუფში, რომელიც განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ძალის არ გამოყენების საკითხს, ანუ ასე ვთქვათ, ძალადობრივი გზით შეეცადნენ ისინი ფორმატის ცვლას, რაც მყისიერად იქნა აღკვეთილი თანათავმჯდომარეების მიერ, მათ მიეთეთათ, რომ ეს მსგავსი ფორმატი, ჟენევის ფორმატი არ ითვალისწინებს შეხვედრას და მათ მოუწოდეს, რომ დაეტოვებინათ შეხვედრა. ჩვენ მოვახერხეთ განღვიხილა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ოკუპირებული ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესები, მართლმხლართების პროცესი, იყო ჩვენ მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტური მასალა, ყველა ჟენევის მონაწილეს ის დაურიგდა და ასევე იყო ჩვენება მართლმხლართების დამონტაჟების პროცესის და იყო რა თქმა უნდა მოწოდება თანათავმჯდომარეებზე, რომ მათ მიეცათ ადეკვატური შეფასება ოკუპაციის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე. ასევე მოწოდება რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტით ნაკისრი ვალდებულებები. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით აქ ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ ვასრულებთ 24 რაუნდს. დღეს განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც ქართულმა მხარემ წამოწია. საუბარი შეეხო ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას და მის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას. ეს არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საკითხი, არამედ მას აქვს ასევე ჰუმანიტარული ზეგავლენა მოსახლეობაზე. მოლაპარაკებები რუსულმა მხარემ და ასევე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კომენტარის გარეშე დატოვეს, მათ ჟურნალისტებთან განცხადება არ გაუკეთებიათ. ჟენევის ფორმატში ქართული მხარე საკუთარ პოზიციებს უკვე ოქტომბერში დააფიქსირებს, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებების 25 რაუნდი გაიმართება. მადლობს, სამთე ჯანაძე საუბრობდა ჟენევიდან პირდაპირ ეთერში. რა და ვინ ესროლა დღეს ფეხბურთის ფედერაციის შენობას? შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ არის დადგენილი ესროლეს თუ არა შენობას ტყვია. საბოლოო პასუხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი ფედერაციის შენობაში, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩაატარეს საგანმა, რომელიც შენობას მოხვდა ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა დააზიანა. რის შემდეგაც თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. საქმე სხვისი ნივთის დაზიანება განადგურების მუხრით უკვე აღძრულია. იყო დაახლოებით აფეთქების ხმა, როგორც სანთებელა რო ფეთქდება დაახლოებით ისეთი, ან საბურავი რო სკდება მანქანის ისეთი ხმა. ნუ დავიწყეთ დათვალიერება, ჩვენ გვეგონა რომ დაბლა ქუჩაში მოხდა რაღაც, ფანჯრიდანაც გადავიხედეთ, მაგრამ მე მივხვდით რომ არაფერი არ იყო, ირგვლივ დავიწყეთ და ვნახეთ ის ფანჯარა ერთი წერტილით, რომელიც ჩვენ მივამსგავსეთ ნატყვიარს. ადგილზე გამოძახებული იქნა ვაკის რაიონის კრიმინალური პოლიცია, ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის საგანი იქნა ასროლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობის მიმართულებით, ან იყო თუ არა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა და ექსპერტიზა მოგვიანებით საბოლოოდ შედეგს გამოაქვეყნებს. ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვა, რა უნდა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზე. ბრიუსელში გადაღებულ კადრებზე, სადაც ნაციონალებთან ერთად ზაზა მეიშვილიც ჩანს, ოფიციალურ განმარტებას არავინ აკეთებს. უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მეორე დღეა დუმს. პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობა თუ საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრება, როგორც ეს ზაზა მეიშვილის სამივლინებო ფურცელშია მითითებული. საპარლამენტო უმრავლესობა კოტე კუბლაშვილის მოადგილეს სამართლებრივი ნორმების დარღვევაში ზდებს ბრალს და მისგან განმარტებებს ითხოვს. მივლინებით საერთაშორისო კონფერენციაზე ეს არის ოფიციალური მიზეზი, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეული წევრის ზაზა მეიშვილის სამივლინებო დოკუმენტაციაში წერია. მეიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის მოადგილეა. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით სამივლინებო ფურცელში მითითებულია საერთაშორისო კონფერენცია. თუმცა ამ დოკუმენტის გადაღებაზე მეცხრე არხს უარი უთხრეს. კონფერენციას სახელწოდებით საით მიექანება საქართველოს ბრიუსელში ნაციონალური მოძრაობის პარტნიორმა ევროპის სახალხო პარტიამ გამართა, სადაც მოსამართლე ზაზა მეიშვილის სტატუსი ჯერჯერობით გაურკვეველია. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ზაზა მეიშვილის მხრიდან სამართლებრივი ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. მოსამართლის მიერ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობა ეს არის შეუთავსებელი მოსამართლის თანამდებობასთან და ეს არის საფუძველი თანამდებობიდან მოსამართლის გადაყენების. განსხვავებული პოზიცია აქვს იურიდიული კომიტეტის წევრს ნაციონალური მოძრაობიდან.
ზაზამეიშვილი მიწვეული იყო ოფიციალურად, რომელმაც წარმოადგინა სასამართლო ხელისუფლების დღევანდელი მდგომარეობა და ის რეფორმები, რაც ხორციელდება დღეს საქართველოში. მომხსენებელი იყო სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების თემაზე. არღირს ამ თემაზე პოლიტიკური სკანდალი, ასე აფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები მეიშვილის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრებას. გაუგებარია რას ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად. ოფიციალური ღონისძიება ტარდება ევროპარლამენტში და ისმინება საქართველოსში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ მოხსენება. ამიტომ აქედან ახლა რაიმე პოლიტიკური სკანდალის გამოცხობა ნამდვილად გაუმართლებელი, მიზანშეუწონებელია და საფუძველს მოკლებულია. ეს არის ვერ ატანა იმ ადამიანებისა, ვინც ქართული ოცნების კოალიციის გავლენის ქვეშ არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ხმაურს მე ვერაფრით ვერ ავხსნი, რადგან ეს არ იყო პარტიული ღონისძიება, ეს იყო ევროპარლამენტის მიერ მოწყობილი ღონისძიება. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ევროპის სახალხო პარტიის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიება იყო. უმრავლესობა პასუხისმგებლობას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აკისრებს. როცა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია აწყობს რაღაც პარტიულ ღონისძიებებს და იქ ღებულობს საკმაოდ მაღალი რანგის მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ეს არის პირდაპირ პოლიტიზირებული და ამითი ის ნეიტრალიტეტი, რომელიც უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს და სასამართლო ხელისუფლებას, აშკარად ირღვევა. გულავას, ბოკერიას, ბაქრაძის გვერდით ზაზა მეიშვილის მოსამართლის ყოფნა, ეს ნიშნავს კანონის აშკარა დარღვევას, რომ სასამართლო ღიად ერთვება პოლიტიკურ პროცესში და ბატონმა კუბლაშვილმა უნდა გასცეს ამას პასუხი, აიღოს პასუხისმგებლობა როგორც თავად, ასევე ბატონმა მეიშვილმაც, იმიტომ რომ მათ ამით დაარღვიეს მოსამართლეთა ეთიკის წესები და დაარღვიეს კანონი. დღესვე მეცხრე არხმა პოზიციის დაფიქსირებას თხოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან უარი მივიღეთ, რადგან ქვეყანაში არც კოტე კუბლაშვილი იმყოფება. მათი მივლინების შესახებ კი ინფორმაცია სავარაუდოდ საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი. ექიმების პროტესტი ამბროლაურის საავადმყოფოსა და სასწრაფო დახმარების სამსახურის მედპერსონალმა აქცია მოაწყო, მოთხოვნა ხელფასის დროულად გაცემა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. მედიკოსები დაბალ ხელფასზე გაუმართავ მანქანებსა და პირველადი მედიკამენტების არქონაზეც საუბრობენ. სასწრაფო დახმარების სამსახურის შენობაშია განთავსებული ტუბერკულოზით დაავადებულთათვის განკუთვნილი კაბინეტიც, რაც აქციის მონაწილეთა თქმით იქ მყოფებისთვის საფრთხის შემცველია. ხელფასებთან დაკავშირებით ამბროლაურის საავადმყოფოს მენეჯერი ამბობს, რომ ანაზღაურების გაცემის დაგვიანება მედიკალ პარკში შექმნილმა ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია, რაც უახლოეს დღეებში გამოსწორდება. მოგვიანებით ექიმების საპროტესტო აქციას ონის სასწრაფო დახმარებისა და საავადმყოფოს პერსონალი შეუერთდა. ონსა და ამბროლაურში მდებარე 120-ზე მეტ სოფელს სასწრაფო დახმარების მხოლოდ 5 ბრიგადა ემსახურება. აქციის მიუხედავად, დღეს სასწრაფო დახმარების არც ერთი გამოძახება არ გაუქმებულა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელფასები, რომელიც ჩვენ არ აგვაქვს უკვე მესამე თვე არის. გვერიცხება ნახევარ იმას, რასაც გვიხდის სახელმწიფო 50% და ის რაც უნდა გადაგვიხადოს კომპანიამ, ერთი თეთრი არ ჩამორიცხულა. დაყოვნება არის ძალიან დიდი შეფერხება გზაში, აუტანელ მდგომარეობაში არიან მძღოლებიც ამხრივ და ჩვენც გვაგვიანდება ავადმყოფთანაც მისვლა დროულად დახმარებაც. მედიკალ პარკი ამას აღიარებს როგორც ვალს, ითხოვს 2-3 თვის ვადას ამ ვალის გამოსასწორებლად. არავითარ შემთხვევაში ვარს არ აცხადებს ამ თანხების გადახდაზე. რაც შეეხება ამ ორ კონკრეტულ შემთხვევას, რაც თქვენ ბრძანეთ, ესეც ამ პერმანენტული პრობლემების ნაწილი არის, რომელიც უკვე გვარდება. რაც შეეხება ამ შემთხვევას, გუშინ სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადგილზე იყო ჩასული და იმ კონკრეტულ საკითხებს აგვარებს. ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ ჩვენ რასაც ვაკეთებთ იმისათვის, რომ ესეთი შემთხვევები აღარასოდეს აღარ გამეორდეს. 12 ქალაქი 18 საგამოცდო ცენტრი 2000-მდე მეთვალყურე ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. 42000-მდე აბიტურიენტი ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლის. ტესტებს საგამოცდო ცენტრებამდე პოლიციის სამმართველობიდან დილით ადრე მიიტანენ, რის შემდეგაც აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყება. ახლა ჩვენ გვაინტერესებს გაუთივარი ნაწილის ფართობი. გამოცდამდე ერთი დღით ადრე მარიამი მათემატიკას მეცადინეობს. ეკონომიკის ფაკულტეტზე მოსახვედრად 4 საგნის ჩაბარება მოუწევს. პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხვალ დილის 9 საათზე დაწერს. დაბაქულებს არ ველოდები, იმიტომ რომ კარგად ვემზადებოდი, სულ სწავლობ და რა ვიცი, თითქმის ყველა საგანში თანაბრად.
ზუსტი წერტილი შეიძლება ითქვას არ მაქვს. ხოჩერს ანუ ყველა ის პუნქტი შედის, რაც არის, ანუ ეს საკითხulis გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკა. იმისთვის რომ მაგისტრატურაზე სწავლა განაგრძოს, უნარჩვევების გამოცდა უნდა ჩააბაროს. ირინამ ერთიანი ეროვნული გამოცდები მისი შემოღების წელს ჩააბარა. შესაბამისად, მისთვის ეს საგანი უცხო არ არის. ჩავიძინე, საკმაოდ კარგი წიგნია, წინაწლების უნარები არის შეკრებილი. ანუ რაც ჩაუბარებიათ და ვაკეთებ იგივე ტესტებს, რაც აქამდე ყოფილა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ყველაფერი მზად არის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქ ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრია. შესაბამისად, გამოცდებსაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩააბარებს. ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში მოწყობილია სექტორები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. სწორედ აქ ჩააბარებენ გამოცდებს მსჯავრდებული აბიტურიენტებიც. ეს წინასწარ შეთანხმებულია, წინასწარ დადგენილი და ჩვენ წინასწარ ვიცით. აბიტურიენტებმა გამოცდაზე მისვლისას თან უნდა იქონიონ საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სასტიკად აკრძალულია მობილურების, კალკულატორებისა და სხვა ელექტრომოწყობილობების შეტანა. გამოცდაზე არ დაიშვებიან დაგვიანებული სტუდენტები. როდესაც აი ასეთ სექტორში გაიხსნება ტესტების პაკეტი, ამის შემდეგ გამოცდების პრინციპით დაუშვებელია ვინმეს შეყვანა სექტორში. გამოცდების დამკვირვებლებმა და კოორდინატორებმა დღეს ბოლო ინსტრუქციები მიიღეს. ეხლა შეხვედრა ძირითადად მიმდინარეობდა იმაზე, აი ზუსტად ამ ინსტრუქციებთან დაკავშირებით, რომ რაიმე დარღვევები და რაიმე შემთხვევები არ იყოს დაფიქსირებული, რაც შეუშლის საგამოცდო პროცესის ჩატარებას ხელს. ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 90,000-მდე პირი აბარებს. მათ შორის 42,000-მდე აბიტურიენტია. 8,000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი, 9,500-ზე მეტი მაგისტრანტი და 25,000-ზე მეტი მასწავლებელი. ძალიან დიდი კონკურენცია და ამდენი აბიტურიენტი არავის არ ყოფილა. ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ეს ნაბიჯების შედეგიც არის, რაც სამისთან გაატარა. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს რამდენიმე სიახლეს სთავაზობს. მათ საშუალება ეძლევათ რეგისტრაციის შემდეგ რამდენჯერმე შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამა. წელს აღდგება ნაწილობრივი დაფინანსება იმ პროგრამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსების მიღება იყო შესაძლებელი. გაიზრდება საგრანტო დაფინანსება. 17 სპეციალობაზე კი სწავლა უფასო გახდება. წელს ეს ყველაფერი გასწორებულია, ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში იქნება ამ შემთხვევაში და ნებისმიერ მიმართულებაზე, სადაც არ უნდა გადაწყვიტოს აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელება, მას ექნება შესაძლებლობა მოიპოვოს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი დაფინანსება. ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ დილის 8 საათზე დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება. საგამოცდო ტესტებს ცენტრებში 7:30-ზე პოლიციის თანხლებით გადაიტანენ. გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი. სპორტის შემდეგ კულტურის სიახლეები კიდევ ერთი სივრცე თანამედროვე ხელოვნებისთვის სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის კედლებში ახალი საგამოფენო პავილიონი იხსნება. ხვალიდან აკადემია პლუს თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს უმასპინძლებს. გამოფენაზე სტუდენტებისა და პედაგოგების ჯგუფური ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი. პირობითად ამას პავილიონი დავარქვით და აი აქ მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი მხატვარი. აბლავუდები, ჰაერში გამოგიდებული სკამები, კიბე, რომელიც ჩარჩოსთან მიდის. წარწერები იმაზე თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. ეს გახლავთ პაადაგოგაიას თავისუფლების ხედვა. უნდა ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ, გრძნობთ და აი ყოველივე არის ამ სივრცეში გამოყენებული. უნდა გავაღოთ ის კარი, რაც დახურულია და შესაძლებელია მის იქით კითხვები დაისვას. აი აქ იქნება არქიტექტურის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის მარიამ გორჯილაძის ნამუშევარი. აქ დაირგება ცოცხალი ბალახი, გაბმული იქნება უსაფრთხოების ზონარი, სადაც იქნება წარწერა, გადასვლა არ შეიძლება, ვისაც გადასვლა უნდა ფეხზე გაიხადოს. ერთი ნამუშევარი ეს არის ჩიტები, ავტორი აქ არის და ახლა მუშაობს ამ ნამუშევარზე. აქ იქნება სოფო ჩერქეზიშვილის, აი აქ არის ავტორი, ვიდეო არტისტი. ინსტალაციების მთავარი არსი ძველი შენობის გადაუდებელი რეაბილიტაცია, რომელიც უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია. სტუდენტები ინსტალაციებს აკადემიის სარდაფში მოაწყობენ. ჩემი ნამუშევარიც არის ძალიან ძლიერ სურვილზე ადამიანის, რომელსაც უნდა თავი დააღწიოს რაღაც გარკვეული სივრციდან, გარკვეული გარემოდან და გადაინაცვლოს სხვა მისთვის სასურველ ადგილას. მე და შენი თავისუფლება ამ სახელწოდების ექსპოზიციისთვის მზადება სამხატვრო აკადემიაში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ეს ჩვენ სახელოსნო აქ არის სამზადისი პროცესი. თითოეულმა მომსვლელმა გამოფენაზე თავის სარკეში თავისი რაღაც პატარა ნაწილი მაინც უნდა დაინახოს რა.
მთელი ეს ნამუშევრები შექმნილია ბიბლიურ თემატიკაზე, იწყება ადამით და ევათი და მოდის დღევანდელ დღემდე. ხვალ ეს ნამუშევრები იქნება გამოფენილი ქვევით სივრცეში, სადაც გააცოცხლებს და მე მგონი შავი ციტყვის თავის საქმეს. სარდაფის პარალელურად ექსპოზიცია ხვალ ახალ საგამოფენო სივრცეში გაიმართება. ფაქტიურად ეს მიწა იყო აქამდე და ეს კედელი ხა შესაბამისად ძალიან დაბალი იყო და სწორედ აი პირველი ეტაპი რომელიც ეს რეაბილიტაცია განიცადა ამ შენობამ ეს ამოიღეს მთლიანად ეს მიწა ეს როგორც გითხარით აი ეს საყრდენები რომელიც სალტეთ იყო შემორტყმული ხა ამ შენობას ესეთი ბეტონის სალტეებია რომელიც იჭერს დღესდღეობით ამ შენობას და ჩაისხა ეს ბეტონი და აღმოჩნდა არაჩვეულებრივი სივრცე თანამედროვე ხელოვნების კონვერტირებისთვის. აკადემია პლუსის საგამოფენო სივრცეს, რომელმაც ჩარდენიდან უკვე სუბალაშვილებზე გადმოინაცვლა, ციური ჩაჩუას პერსონალური გამოფენა გახსნის. ძირითადად ბოლო პერიოდის ნამუშევრებია, რომელიც ჯერ არსად არ გამოფენილა. სტუდენტებთან ერთად შევეცადეთ, რომ ეს სივრცე მოგვეწესრიგებინათ საგამოფენოდ. ორიგინალური იდეებით, ფრაზებითა და ნამუშევრებით აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები დამთვალიერებელს ერთდღიან დაუვიწყარ სანახაობას თავაზობენ. მე და შენი თავისუფლება ხვალ 6 საათზე თავისუფლების მოყვარულ სამხატვრო აკადემიაში ელოდება. ახლა გეკაბერიძის მთავარი კითხვის ანონსი გადაცემის თემებსა და სტუმრებს ეკა თავად გაგვეცნობს ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა საღამომშვიდობისა ლევან მივესალმები მაყურებელს. რა პასუხი აქვს კოალიციას ნატოს მთავარ კითხვებზე? მთავარ კითხვას დავით ბერძენიშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში ნინო ბურჯანაძე ნატოს გენერალური მდივნის განცხადებების შესახებ. გადაცემის ბოლოს წამება და ადამიანის ღირსების შელახვა, სისტემური დანაშაული თუ ინდივიდუალური სადიზმი. გიანოდია, ანა დოლიძე, ბექა ნაცვლიშვილი იქნებიან ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა ეკა წარმატებულ ეთერს გისურვებთ. გმადლობთ ეკა ახალი 9-ზე კი ამი დასრულებულია ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გვიყურეთ.